მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ პირად ურთიერთობებზე, კონკრეტულად პარტნიორულ ურთიერთობებზე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ასევე, რა თქმა უნდა, ხალხთან მუშაობისას რა გამოცდილებაც მივიღე. საერთოდ მე არ მიყვარს რაღაც ცოდნის გამეორება, რომელიც უბრალოდ სადღაც წავიკითხე და მოგიყვებით საკუთარი გამოცდილების შესახებ პირველ რიგში. ესე იგი, არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები, ვისაც საერთოდ არ აინტერესებთ პარტნიორული ურთიერთობები და არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის შინაგან საწყავს მარტო ამაში პოულობენ და ყოველთვის უნდა იყონ შეყარებული, ყოველთვის უნდა არსებობდეს ეს მუხტი მათში, ხო? მე მეორე კატეგორიის ადამიანებს განვეკუთვნები. ამიტომ წარმოგიდგენიათ ალბათ, რომ პირადი გამოცდილებაც ძალიან დიდი მაქვს ამ თემაში და რა თქმა უნდა, შემდეგ როდესაც ასტროლოგიის შესწავლა დავიწყე და შემდეგ უკვე ენერგეტიკული სეანსების ჩატარებაც ამ თემაში განსაკუთრებით მაინტერესებდა და ვატარებდი ჩემს კვლევას. ესე იგი, რაც უფრო უნდა სულს, რომ ურთიერთობაში იყოს, ეს არის ადამიანი, რომელსაც უფრო მონდომებულია, რომ საკუთარ თავში რაღაც დაამუშაოს. ისინი, ვინც ერიდებიან პირად ურთიერთობას, ისინი არიან სულები, რომლებსაც უნდათ უფრო ნელა მოხდეს მათში ტრანსფორმაცია და აი ის, ვინც აი ამ პირადი ურთიერთობების გარეშე ვერ ძლებს, სულ უნდა, რომ ვიღაცა უყვარდეს, სულ უნდა, რომ რაღაც ურთიერთობაში იყოს, ხო, სასიყვარულო, ეს არის ადამიანი, ვისაც ჩქარი განვითარება უნდა. იმიტომ რომ აი ზუსტად ეს შეხება ერთმანეთთან ორი სულის ესეთ ღრმა დონეზე ეს არის იმის საბაბი რომ უფრო ჩქარა წავიდეს სულის ტრანსფორმაცია. ძალიან არ მიყვარს განზოგადება რაღაცეების, რადგანაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვხედავ რომ თითოეული ურთიერთობა ორ ადამიანს შორის არის ძალიან უნიკალური. ანუ აი როდესაც ახარისხებენ რომ არსებობს ესეთი ურთიერთობა, ისეთი კარმული, soulmate, twin flame, ეს არის ძალიან ზედაპირული დახასიათება იმისი, რა ხდება ორ ადამიანს შორის. და შეიძლება ხედავდეთ, რომ ძალიან ბევრი თითქოს ჯდება ძალიან ბევრი რაღაცა, ვთქვათ twin flame-ის ურთიერთობიდან, ან კარმულიდან, მაგრამ სულ სხვა იყოს სინამდვილეში. ამიტომ მაინც განზოგადება არ მიყვარს, მაგრამ მოგიყვებით, ვთქვათ, ჩემი twin flame გამოცდილებაზე და მათთვის, ვისაც გონია, რომ ეს twin flame არის რაღაც სასწაული და ერთი სული იყო და მეორე ორად გაიყო და ეხა ორი ცალი დადის აქეთ-იქით და იმას თუ არ შეუერთთ, ისე არაფერი არ მოხდება. თქვენი მედი უნდა გაგიცრუოთ, იმიტომ რომ ესე არ არის. ადამიანები ყველაფერს ძალიან ზოგჯერ ძალიან პატარა რაღაცას ძალიან ზედმეტად აბუქებენ, ასე ვთქვათ. twin flame ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ტრამვა, რომელიც თქვენ ტრამვას რაღაცნაირად ფაზელივით ედება და ორივე ერთმანეთს უთრიგერებთ აი ამ ტრამვას. და ამიტომ ხდება ძალიან დიდი კავშირი და ძალიან დიდი მიზიდულობა, იმიტომ რომ უნდა დამუშავდეს. ფაქტიურად თუ ყავთ twin flame, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სულს აქვს დაგეგმილი ძალიან დიდი ევოლუცია ამ ერთ ცხოვრებაშიც კი. არის ძალიან განვითარებული სული და უცებ უნდა, რომ ის ეტაპები, რომელიღაც ცხოვრებაში დიდხანს მოანდო, მან იქამდე ვერ მივიდა, ეხლა უცებ გადახდეს. მე ჩემი twin flame გავიცანი 2008 წელს და საბოლოოდ დავამუშავე, შეიძლება ითქვას 2022 წელს. წარმოიდგინეთ, რამხელა დრო გავიდა, რა თქმა უნდა, მარტო ბოლო რამოდენიმე წელი ვიცოდი რომ twin flame-ია და ბოლოს მქონდა 2019 წელს მივხვდი რომ twin flame იყო და რომ ამას დამუშავება სჭირდებოდა, მაგრამ მაშინ იმ დონეზეც არ ვიყავი რომ მიმხვდარიყავი როგორ უნდა ამომექექა ეს ტრამვები ჩემში. მაგრამ როდესაც ბოლომდე დაამუშავებთ ამას, ხო, ყველანაირი ინტერესი კონკრეტულად ადამიანის მიმართ იკარგება და ასევე არ არის თქვენი პროგრესი დამოკიდებული იმ თქვენი twin flame-ის პროგრესზე. ზოგს გონია, რომ იმანაც თუ არ დაამუშავა, მაშინ მარტო მე თუ დავამუშავე, ერთიანობა, ან ჩემს სულისთვის არ არის ეს მარტო სასარგებლო. მაგრამ
ესე არ არის. როდესაც ხვდები Twin Flames, ხვდები რომ ძალიან მსგავსია შენი. მე და ჩემი Twin Flames გვაქვს ერთი და იგივე დღეს დაბადების დღე და რატომღაც აი ამას მივაწერდი, რომ იმდენად უკვე მივეჩვიეთ დასაწყისში რამოდენიმე დღეშივე ჩვენი გაცნობის, რომ ყველაფერს ერთნაირად ვაკეთებთ და ყველაფერი ერთნაირი რეაქცია გვაქვს ყველაფერზე. რომ აი ამ ერთ და იგივე დღეს დაბადების დღეს მივაწერდი მაშინ ასტროლოგიისაც არ მჯეროდა, მაგრამ ამაში რაღაცა ესეთი მისტიკური ამოხსნა მეჩვენებოდა. და უბრალოდ იყო ჩემი თითქოს მამრობითი ვერსია. მაგრამ თუ ერთი და იგივე ადამიანი თან ძალიან გიყვარს და თან ძალიან არ გიყვარს, იმიტომ რომ საკუთარ თავს ხედავ, მაშინ საკუთარ ნაკლოვანებებს ხედავ, მაშინ სავარაუდოდ Twin Flame-ია. და ეს არის უკვე ღერძი მუშაობისთვის. ანუ ვერასოდეს ვერ დატოვებ ამ ურთიერთობას ისე გვერდზე და გააგრძელებ შენთვის ცხოვრებას ბედნიერად. ანუ ვისაც აქვს ეს ურთიერთობა, პირველ რიგში უნდა იყოს მისთვის მიმართულება ამ ურთიერთობის დამუშავება. და დამუშავება ქვია იმას, რომ საკუთარ თავში იპოვო ის რესურსი, ის რაღაცა, ის ტრამვა, რაც გაკლია და აქედან გამომდინარე გაქვს მიზიდულობა იმ ადამიანის მიმართ. და როდესაც ამას საკუთარ თავში იპოვი და დააინსტალირებ, მერე ეს მიზიდულობა აბსოლუტურად ქრება. და ეს მარტო ამ ურთიერთობების მიმართულებით კი არ არის, აი პიროვნული განვითარების ძალიან სერიოზული ეტაპია. აი ამ ეტაპის შემდეგ უკვე ყველაფერი არის უფრო ადვილი ნებისმიერი საკითხის დამუშავება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი. და მესმის რომ ძალიან რთულია. მაგრამ мотивация უნდა გქონდეთ ის რომ როდესაც ამ ეტაპზე ახვალთ, რომ აი ეს ურთიერთობა თქვენთვის უკვე უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უნდა იყოს მართლა გულწრფელად უნდა მოდიოდეს რომ უმნიშვნელოა. მე მაგალითად 2008 წელს ხო გავიცანი ჩემ Twin Flame. 2015 წლის შემდეგ არ მინახია საერთოდ. და სადღაც 2017-2018-ში შემეძლო ეს ამბავი რაღაც ციცილით მომეყოლა და არანაირი არ ვიცოდი რომ იქ სიღრმეში კიდე რაღაც არის. ანუ ზედაპირზე ვიყავი მე თვითონ ამოსული, მაგრამ 2019-დან ისევ ჩავედი სიღრმეში და აღმოვაჩინე, რომ რა სიცილით თურმე ძალიან აქტუალურია ეს ყველაფერი ჩემთვის. და ეს არის უკვე მაშინაც იმ პერიოდშიც კი, როდესაც ზედაპირზე ამოხვალთ და იტყვით, რომ ხო, ყველაფერი ოკეია და აღარ მაინტერესებს, დააკვირდებით იმას, რომ თითქოს ცხოვრება გახდება უინტერესო, იმიტომ რომ აი ის მომენტი განკურნების აკლია და თქვენც იქითკენ არ მიდიხართ, რომ საკუთარი თავი განკურნოთ და ცდილობთ, რომ უბრალოდ გააჩეროთ ეს თქვენი განვითარება, დაასტოპოთ და რაღაც მომენტში მოგიწევთ ისევ იქ დაბრუნება. ან მოგიწევთ ესე რაღაცა თითქოს ისეთ დონეზე ცხოვრება, როცა არაფერი საინტერესო აღარ ხდება. თითქოს შინაგანი სიხარული წასულია. რაღაც ესეთ მდგომარეობა. შეიძლება ყველაფერი გქონდეთ, მაგრამ გრძნობდეთ, რომ რაღაც არ ვცხოვრობ. აი, ზოგჯერ მეუბნებიან ხოლმე, რომ თითქოს სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ. აი, ეს შეგრძნება არის ზუსტად, როდესაც ზედაპირზე ხარ და ის შენი ტრავმა შენთვის გააქვს მიგდებული და არ ამუშავებ. ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ Twin Flame-ის პრობლემის დამუშავება ძალიან სიღრმისეული საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. ზედაპირზე ამას ვერ დაამუშავებ და როდესაც ჩახვალდა მთელი შენი ცნობიერების ამოტრიალება ხდება ამ დროს. ანუ შეიძლება მერე იმდენად შეგეცვალოს ცნობიერება, რომ სამყარო ხდება სხვანაირი. აი, სამყარო უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ შენი ტრავმა აღარ გაქვს და რაღაცნაირად ჩაჯდა. თუ ამას არ გააკეთებ, აი ზედაპირზე, უბრალოდ
გამაყუჩებელს გამოიყენებ, რაღაც მედიტაციას გამოიყენებ, რაღაცა პრაქტიკას გამოიყენებ, რომელიც დაგაწყნარებს შედარებით, მაგრამ აი ცხოვრების სიხარული და აი ის ცხოვრებაში ჩართულობა და აი პიროვნული ძალა, თუნდაც რომ სხვებს რაღაც დაამუშავები, ნუ არ გექნება. 2019 წელს მე ყველაფერი მქონდა, ანუ ვამთავრებდი ფიზიკის სწავლას გერმანიაში გოეთეს უნივერსიტეტში, რაც ჩემი ოცნება იყო. მქონდა ოჯახი, მყავდა შვილი, ყველაფერი მქონდა, ანუ პრობლემა არ მქონდა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ უბედური ვარ და ერთხელაც ესე დავჯექი და ვთხოვე სამყაროს, გეხვეწები, მითხარი, რატო ვარ უბედური? ვერ გავიგე და რატო ვარ უბედური? და მივხვდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, არ ხვდებოდით რაღაცნაირად შემთხვევით, მაგრამ ყოველთვის, როცა სახელიდან გავდიოდი, მეშინოდა, რომ არ შემხვედროდა. და მივხვდი, რომ ეს არის ჩემი twin flame და უნდა დავამუშავო, მაგრამ ნუ თავიდან არ ვიცოდი, ეხლა აზრზე არ ვიყავი, როგორ უნდა დავამუშავო, მაგრამ მიმართულება მაინც იყო. ხო და თქვენს თუ არსებობს ადამიანი, რომელთან შეხვედრად შეიძლება დიდი ხანია უკვე აღარ შეხვედრიხართ, მაგრამ სიკვდილივით გეშინიათ, ესე იგი ეს თქვენი twin flame-ია. დანარჩენს რაც შეეხება დანარჩენ ურთიერთობებს, ზოგადად ყოფენ ხოლმე ესე კარმული და soulmate-ი. და კარმული ვითომ რაღაცა რთულია უფრო და soulmate-ი უფრო ჩვენი თანადგომისთვის. მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ კარმა ძირითადად არასწორად გვესმის და კარმა მარტო ნეგატიური გონია. ეს soulmate-იც კარმულია სინამდვილეში, ოღონდ პოზიტიური კარმაა ჩვენი. და ის რასაც კარმულს ეძახიან, ეს ნეგატიური კარმა. ასე რომ, ყველანაირი ურთიერთობა არის კარმული, ნებისმიერი. მეგობრებთანაც კი ურთიერთობა კარმულია, ყველაფერი კარმულია და ეხლა მე შემოგთავაზებთ კარმის ჩემეულ ახსნას. როდესაც ორი ცნობიერება ერთმანეთს უკავშირდება, ამ დროს ისინი ველში ცოტათი ღრმად ჩადიან, ვიდრე იქამდე იყვნენ. და როდესაც მათ შორის რაღაც ხდება, ეს ტოვებს კავშირს. ანუ ჩვენ ვართ ენერგია რეალურად, როდესაც სხვა ენერგიას შევერევით და დაუკავშირდებით ერთ ცხოვრებას გავატარებთ იმასთან. შემდეგ ცხოვრებაში ჩვენ ცნობიერებას ეს კავშირი ახსოვს. რაც უფრო ემოციურად მძიმეა, ვთქვათ, ეს კავშირი, მით უფრო დიდია მიზიდულობა შემდეგ ამ სულის მიმართ. ძალიან ხშირად ადამიანს გონია, რომ ვიღაც უყვარს და სინამდვილეში ამ ვიღაცას ვერ იტანს. 99% ურთიერთობებს იმ ადამიანთან, რომელთანაც რაღაც დაგვრჩა გასარკვევი. ძალიან ხშირად ძალიან რომანტიული ურთიერთობები, როდესაც რამოდენიმე ცხოვრება გახსოვს, რომ ვიღაცასთან გინდა ურთიერთობა და წყვილი ხართ რამოდენიმე ცხოვრება და გგონია, რომ ძალიან გიყვარს ვიღაცა, იმიტომ რამოდენიმე ცხოვრება ერთად ცდილობთ ყოფნას. სინამდვილეში შეიძლება მიხვდე, რომ 50 ცხოვრების უკან მოკალი ეს ადამიანი და შემდეგ კარმა მისე დაგაკავშირა, რომ ცდილობ ისევ მიახლოებას. ამიტომ ჯანსაღი ურთიერთობა არის ერთადერთი იმ შემთხვევაში, როდესაც იმ ურთიერთობების გარეშეც კარგად ხარ, ბედნიერად ხარ და თუ იქნება შენ ცხოვრებაში კარგი თუ არა და მაინც კარგად ხარ. ჯანსაღი ურთიერთობის დროს არ არსებობს მონატრების შეგრძნება. მონატრების შეგრძნება გვიჩნდება მარტო მაშინ, როდესაც ჩვენ არა ვართ ბოლომდე ჰარმონიაში და ბოლომდე ენერგეტიკულად შერწყმული მეორე ადამიანთან. რადგანაც ეს დროც და განცალკევებაც ილუზიაა საერთოდ. თუ ერთ ადამიანს დაუკავშირდი ისე ღრმად, რომ არ არსებობს თქვენ შორის რაღაც წინაღობა, იმიტომ რომ როდესაც აგზი ხარ და ისეთ შეგრძნება გაქვს, რომ ყურადღებას არ გაქცევს შენი საყვარელი ადამიანი და დროს არ ატარებს შენთან ბევრს, ან რაღაც ესეთი და გენატრება, ეს მარტო იმიტომ ხდება, რომ ის ადამიანი
რეალურად ენერგეტიკულად ბლოკავს ამ კავშირს. და შენი ცნობიერება ამას გრძნობს. თუ ზიხარ აბსოლუტურად კმაყოფილი და არ გენატრება ის ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შორის არ არსებობს ბლოკი. რეალურად ყველაფერს ვგრძნობთ ყველა ადამიანისგან, ძალიან დიდ სიღრმეზე ქვეცნობიერად ვგრძნობთ ყველაფერს. თუ ზიხარ ეხლა და რაღაცას ფიქრობ ვიღაცაზე, იმ ვიღაცას ცნობიერად არ ესმის, მაგრამ ქვეცნობიერად ესმის. და აქედან გამომდინარე, თუ აღვიქვამთ სამყაროს იმის მიღმა, რაც გამოვლენილია, ჩვენი ცნობიერება კიდევ უფრო წინ წავა, ანუ კიდევ უფრო კარგად გაიგებს ამ ყველაფერს. თუ ვიღაცა ყველანაირი მიზეზის გარეშე არ მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი მიზეზის გარეშე არ მოგწონს. შეიძლება იმ ვიღაცას თვითონ არ მოსწონხარ და შენ ქვეცნობიერად ამას გრძნობ. ასე რომ, აი ეს შეერთება სულების არის ძალიან იშვიათი სხვათა შორის. იმიტომ რომ ესე რომ გაიხსნა სხვა სულის მიმართ, იმიტომ რომ ხარ აბსოლუტურად ღია მაშინ, როდესაც ესე შეერთებული ხარ. მერე იმისი ნეგატიური ფიქრის გამო შეიძლება ძალიან ისეთი ტკივილი განიცადო, ფიზიკური. იმიტომ რომ ძალიან შეერთებული ხარ მასთან. ეს არის ბოლომდე ნდობა, რომ შეიძლება მოგკლას კიდევაც, ანუ მე ვიძახი, რომ აი იმდენად შეერთებული ხარ ენერგეტიკულად ადამიანთან, რომ არანაირ დამცავი აღარ გაქვს, ამ დროს შეუძლია მას რაღაც საკუთარი ძალის გამოყენებით რაღაც დაგიზიანოს. და ეს ნდობა, რომ ვიღაცის მიმართ განიცადო, ამას ძალიან ბევრი ადამიანი არ აკეთებს. ეს უფრო შეუძლიათ ხოლმე ისეთ ცნობიერებებს, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაში იყვნენ. ცნობიერება, რომელიც ცხოველში იყო და ახლა ადამიანშია, მას უფრო შეუძლია, ბევრი ადამიანური ინკარნაცია არ აქვს, ვიდრე დიდი ხნის ადამიანური ინკარნაცია გამოვლილ სულებს. იმიტომ რომ ჩვენ უფრო ბევრი სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ნდობა აღვადგინოთ სამყაროს მიმართ, ნდობა აღვადგინოთ ბუნების მიმართ და აი ის ცნობიერებები, რომლებიც უფრო ჰარმონიაში იყვნენ ველში, უფრო ენდობიან სამყაროს, ვიდრე ჩვენ შედარებით. ყველა ურთიერთობა კარმულია და თუ გვაქვს რაღაც დისკომფორტი ურთიერთობაში, შეგვიძლია ჩვენ, რომ ეს დავამუშაოთ, რაც არ უნდა რთული იყოს. და ესეთი თეორიაც გამიგია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თუ ეს ურთიერთობა კარმულია და ეხლა ვარ ამ ურთიერთობაში, თუ აქედან გამოვედი, მერე არ ვამუშავებ ჩემ კარმას. და მერე შემდეგ ცხოვრებაში მომიწევს ისევ ამ ადამიანთან ურთიერთობის ქონა და ჯობია ვიყო, დავიტანჯო ამ ურთიერთობაში და ნუ კარმულია და კარმას ვწვავ. მაგრამ მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ცნობიერება, ანუ აი კარმა არ არის ცალკე რაღაცა სამინისტრო, საიდანაც იგზავნება ჩვენთვის რაღაცა, ასე ვთქვათ, ბრძანებები, რა ეს უნდა გავანულოთ, ან ჩვენი ცნობიერება არის ყველაფერი. თქვენ თუ თვლით ეხლა, რომ უნდა დაიტანჯოთ ამ ურთიერთობაში, ხო, გაჩერდებით ბოლომდე. შემდეგ ურთიერთობაში იგივე გაგრძელდება. ანუ ეს კარმა არასოდეს არ დაიწვება. სანამ თქვენი ცნობიერება არ მიხვდება, რომ რატო იქნება და ბედნიერება მინდა. ესეთი რაღაც ხდება, რომ ჩვენ ცნობიერად გვინდა ერთი რაღაცა და ჩვენ სულს უნდა სულ სხვა რაღაც. 99% ადამიანებში არის 180 გრადუსით შეტრიალებული ეს ყველაფერი. თქვენ თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ და იყოთ ჰარმონიულ ურთიერთობაში და მთელი ცხოვრება ამას ცდილობთ. მაგრამ არ ხართ. ამას აქვს მარტო ერთი მიზეზი. იმიტომ რომ შიგნით რაღაცას არ უნდა. ძალიან ხშირად სული იყენებს თვითდასჯის მექანიზმად ურთიერთობებს. შედის ურთიერთობებში სტკივა გული, სტკივა რაღაცა იტანჯება და ამ დროს თავის შინაგან პროგრამასთან, რომ უნდა დავისაჯო, არის ჰარმონიაში და არის კომფორტულად. მარტო ერთი მიზეზი არსებობს, სხვა მიზეზი არ არსებობს. მარტო თქვენ ხართ თქვენი ბედნიერების
გარანტი. თუ იმუშავებთ საკუთარ თავზე, ეს არ არის ადვილი, ანუ არ არის რომ აი დღეს ხო კარგი დავამუშავებ და ხვალ ბედნიერი ვიქნები. მახსოვს ერთხელ ჩემთან კონსულტაციაზე იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდოდა ურთიერთობაში ყოფნა და ძალიან ისეთი რუკა ქონდა, რომელიც ხელს უშლიდა ამ ყველაფერს. და მე ვურჩიე რომ მოდი იმუშავე საკუთარ თავზე, რაღაც მეთოდები ვასწავლე, აი 6 თვე ჩათვალე რომ საკუთარ თავზე იმუშავე, მარტო ამას დავუთმე და პროგრესი იქნება. და ესეთი რაღაც მითხრა, სადამ აქ 6 თვეო? სადამ აქ მაგისთვის 6 თვეო? ანუ ადამიანებს გონიათ რომ გამოვალ ტოქსიკური ურთიერთობიდან და მერე უნდა დაველოდო რომ სხვა ადამიანი მოვა და ეს აღარ იქნება ტოქსიკური. მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ შეიცვლება ჩვენ შიგნით თუ არ შევცვლით რაღაცას. და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად გვაძლევს ეს ძალას ჩვენ გვიბრუნებს, რომ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. აი, თუ ამას გაითვალისწინებთ, რომ თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ეს გაძლევთ ძალას. არ ვართ რაღაცა პასიური ფოთოლი, რომელიც სამყარო ან გამოუგზავნის კარგ პარტნიორს, ან არა. ძალიან ბევრჯერ თუ ეცდება მაგალითად, ძალიან თუ მოინდომებს, რომ ყავდეს პარტნიორი, მაშინ ეყოლება. არა, მაინც ეყოლება იმ ადამიანს ისეთი პარტნიორი, რომელიც იგივე პატერნებს გაამეორებინებს ურთიერთობაში. ესეც არის, რომ ერთ რაღაცას დავამუშავებთ და გგონია, რომ აი მაგალითად twin flames თუ დაამუშავებ, ეს გარანტიას არ გაძლევს, რომ всё, უკვე პარტნიორ ურთიერთობაში იქნები ბედნიერად. მერე ამოხდება ვიღაცა კარმული პარტნიორი. მერე ისეც უნდა დაამუშავო და შემდეგ და როდესაც მიხვალ იმ წერტილამდე, რომ არ არის შენთვის პრიორიტეტული და ყველაფრის გადამწყვეტი, რომ გყავდეს პარტნიორი, აი მაშინ შეგიძლია ურთიერთობაში იყო ბედნიერად. ეს არის ის წერტილი, რომელსაც ალბათ ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება დადგეს, მაგრამ შეიძლება. სანამ დისკომფორტი არსებობს ურთიერთობაში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ გაწყობთ. ესეც არის, რომ რაღაცებს როცა ამუშავებთ, ენერგეტიკულად ეს პარტნიორზეც მოქმედებს. ალბათ ბევრ ადამიანს გამოუცდია ესეთი რაღაც, რომ თვითონ საკუთარ თავში რაღაცა სამუშაოებს, პარტნიორიც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ცვლილებას ატყობს პარტნიორს. იმიტომ რომ ენერგეტიკულად ერთი სისტემა ვართ და პარტნიორთან განსაკუთრებით ერთი სისტემა ვართ. პირველი გზა არის ის, რომ საკუთარ თავზე იმუშაო და შეხედო პარტნიორში ის თუ შეიცვლება, შენ რაც არ გაწყობს მასთან ურთიერთობაში. და თუ არ შეიცვლება, ეს ნიშნავს, რომ ეს პარტნიორი აღარ იქნება შენთან, მაგრამ შენ რახან დამუშავებული გაქვს ისეთ ადამიანს მიიზიდავ, რომელიც ზუსტად იმას მოგცემს, რომელიც შენი შესაბამისია ამ მომენტში. და კიდევ ძალიან წინ წაწევს ადამიანს ამ საკითხში, თუ საკუთარ თავთან იქნება გულწრფელი. ანუ ეს საკუთარ თავთან გულწრფელობა გვაძლევს ძალიან დიდ აჩქარებას, ასე ვთქვათ, აი ამ სულიერ განვითარების გზაზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები იქიდან გამომდინარე, რომ არ აწყობთ სიმართლე, რომ უთხრან საკუთარ თავს ატყუებენ და ჩერდებიან ერთ ადგილას. ესე შეიძლება წლები გააჩეროს საკუთარი თავი, მარტო იმიტომ, რომ სიმართლე მწარია. მიჯაჭვულობებს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვთ. ერთი მიზეზი არის ის, რომ რომელიღაც ცხოვრებაში ამ კონკრეტულ ადამიანთან რაღაც მოხდა და ეხლა უბრალოდ ცნობიერებას ახსოვს და იგივე იმეორებს. ძალიან ინდივიდუალურია ესეთი საკითხები. შეიძლება ისეც კი იყოს, რომ ვიღაცა იყოს რომელიღაც ცხოვრებაში კატა ან ძაღლი ან რა ვიცი რაღაც შინაური ცხოველი და ის მიჯაჭვულობა რომელიც პატრონის მიმართ ქონდა ამ ცხოვრებაში წამოიღოს და ეხლა ეს ადამიანი იყოს მისი პატრონი. ანუ იმდენად ინდივიდუალურია ეს რომ აი თუ ამას პირადად არ გამოიკვლევ, ხო? ცოტა აბსურდულიც არის ხოლმე ესე ზოგადად ლაპარაკი, რატო აქვს ვიღაცაზე მიჯაჭვულობა. ისეთი სიტუაცია შემხვედრია, როდესაც ვიღაცა დააზიანა და რომელიღაც ცხოვრებაში და ეხლა უბრალოდ აი ესე ხელებ ჩამოშვებული ელოდება
მისგან დაზიანებას და ის მოდის რაღაცა ურთიერთობა აქვს ესეთი ტოქსიკური აზიანებს და მიდის, მაგრამ ეს სული იქიდან გამომდინარე, რომ აქვს განზრახული, რომ დაისაჯოს, იტანს ამ ყველაფერს. და ესე გაგრძელდება, სანამ ეს სული არ გააცნობიერებს, რომ ეს მისი დასჯაა და არ გააცნობიერებს, რომ ეყოფა ეს დასჯა. მაგრამ ეს არ ხდება ზედაპირზე, ეს ხდება მარტო აი ძალიან ჩაღრმავების შედეგად საკუთარ თავში. რასაც ხშირად მარტო ვერ ვახერხებთ და დახმარება გვჭირდება რაღაც მეთოდის ან რაღაც სპეციალისტის. არის ესეთი სიტუაციები, როდესაც ადამიანი არის ურთიერთობაში, მაგრამ თავს გრძნობს მარტოსულად. ეს ხდება, როდესაც თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის არ არის ენერგეტიკული კავშირი. ანუ კავშირი არის იმდენად ზედაპირული, რომ ენერგეტიკულად არ ეხებით ერთმანეთს. ან სხვადასხვა ენერგია ხართ, ან შესაბამისი ენერგიები, ანუ რაღაც დონეზე, ფიზიკურ დონეზე შეიძლება ეხებოდეთ, ერთად ცხოვრობდეთ, მაგრამ ამ დროს აბსოლუტურად პარალელურ ცხოვრებას ცხოვრობდეთ და ის არ ეხებოდეს თქვენ ენერგიას. ეს მარტოობის განცდა ძალიან ისეთია, რეალურია. და ამ დროს ჯობია რომ არ იყოს საერთოდ ეს პარტნიორი, ვიდრე იქ იყოს და რაღაცა თქვენს ასე ვთქვათ, თითქოს არის რაღაც ადგილს იკავებდეს, მაგრამ სინამდვილეში იგივეა, რაც არ იყოს. ანუ დამუშავების გზა არის აქ ესეთი, რომ უნდა დამთავრდეს ეს ურთიერთობა. ან ადამიანი უნდა შეეგუოს იმას, რომ მარტო არიან ადამიანები, რომ მარტოა და თავს კარგად გრძნობს, ხო? ანუ ურთიერთობისგან თუ არ ელოდები იმას, რომ ის ადამიანი იყოს შენი პარტნიორი და რაღაც სხვა როლშია, ზოგჯერ ძალიან ხშირად არის, რომ პარტნიორებიდან ერთ-ერთი არის შვილის როლში. და ეს არის დედა-შვილის ან მამა-შვილის ურთიერთობა. ესეთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გამოყოლილი წინაცხოვრებებიდან, როდესაც ეს ადამიანი რეალურად შვილი იყო, ან რეალურად მამა იყო, ან დედა იყო და სიყვარული არსებობს ამ ურთიერთობაში. ოღონდ არ არის ეს პარტნიორული სიყვარული. სიყვარული არის სხვა სახის, არის სულიერი სიყვარულია, მაგრამ აბსოლუტურად შეიძლება არ იყვნენ ერთმანეთის შესაფერის ეს ორი ადამიანი და არც იყვნენ პარტნიორულ ურთიერთობაში. კიდე აქედან გადავალ კიდე ერთ თემაზე, რომელიც ძალიან ისე აქტუალურად გამოჩნდა სეანსების დროს ჩემთან, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს სულიერ დონეზე, მაგრამ ფიზიკურად მათი სხეულები, ანუ ენერგია მათ შორის არის შეუსაბამო. და ამ დროს ხდება ის, რომ ადამიანი გიყვარს, მაგრამ შენ სხეულს მის სხეულთან ურთიერთობა არ უნდა. და ეს შემდეგ იწვევს გარკვეულ გართულებებს და დაავადებებს ადამიანში. ანუ ქალს თუ აქვს რაღაც სალური პრობლემები და მამაკაცური 99% არის იქიდან, რომ აქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელთანაც სულიერად უყვარს, მაგრამ ფიზიკურად სხეულებს არ უნდათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, პარტნიორულ ურთიერთობაზე მუშაობა არის სინამდვილეში ძალიან ღრმა სულიერი მუშაობა. არ შეეგუოთ იმას, რაც არ გაწყობთ ურთიერთობაში და გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ნებისმიერი ურთიერთობის დასრულება შეიძლება და ნებისმიერი მდგომარეობიდან შეიძლება რომ ბედნიერებამდე მიხვიდე. უბრალოდ ამაში უნდა ჩადო ძალიან ბევრი შრომა. და ეს არ არის ის, რომ რაღაცა სხვა ადამიანებზე უფრო მეტად გაკლია სიყვარული, ან უფრო თქვათ, ვიღაცები უფრო ლოგიკური აზროვნებით ცხოვრობენ და შენ გინდა რომ სიყვარულში იყო ბედნიერი. არა, რეალურად ხარ სული, რომელსაც უფრო მეტი ტრანსფორმაცია უნდა, ვიდრე ვიღაცას, რომელიც მარტო სამსახურით არის დაკავებული და პირადი გვერდზე აქვს გადადებული. რაც შეეხება ახლა სულებს აქვთ ძალიან ისეთი პატერნი, ასე ვთქვათ, რაღაცა მიმართულება, როგორც იქცევიან ხოლმე ურთიერთობებში. და ამის დანახვა პირად რუკაში შეიძლება. უფრო კონკრეტულად რუკაშირის დანახვა შეიძლება, ეს არის გარკვეული პატერნი, რომელსაც სულები მისდევენ ურთიერთობაში.
სულს თავისი ხასიათი აქვს. და ამაზე მაქვს ვებინარი, სხვათა შორის ონლაინ 12 სექტემბერს. და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩემ Facebook გვერდზე გადახვიდეთ და გაეცნოთ დეტალებს. მადლობა ყურადღებისთვის.